გუშინდელი დღე იყო ძალიან დიდი სიმბოლიზმით დატვირთული, ვინაიდან გუშინდელი დღის დანიშნულება სხვა არაფერი იყო თუ არა რწმენის დემონსტრირება. დემონსტრირება იმისა, რომ თქვი კიდევაც საჯარო მიმართვაში, მიუხედავად მოლოდინისა, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიღალა, ხელი აიღო, გარკვეულწილად უიმედობის ზღვარზე არის ქვეყანა შემდგარი და საზოგადოება მასთან ერთად, აი გუშინ იყო სწორედ ამის დემონსტრირება, რომ პროტესტი არ ჩამქრალა. ის ცოცხალი არის და სხვა ვიმეორებ კიდევ ერთხელ გავიმეორებ სხვა დანიშნულება, სხვა მიზანი გუშინდელ დღეს არ ქონდა. ეხლა რაც შეეხება და ალბათ გარკვეულწილად ამ პასუხს უკავშირდება ერთგვარი კონსტატაცია, შეფასება უკეთრო ვთქვათ იმისა, თუ რა მდგომარეობა არის ახლა, ალბათ ერთი სიტყვით ამ მდგომარეობის აღნიშვნა შეიძლება როგორც გაურკვევლობა. გაურკვევლობა რატომ? ვინაიდან ჩვენ გვაქვს რამდენიმე გაურკვევლობა პროცესის საითმედის თუ რა გვინდა? პროცესთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩემთვის პირადად და არა მე მგონი უმცირესობაში არ ვარ, რომ ის საზოგადოებრივი მუხტი, რომელიც არის და გუშინ კიდევ ერთხელ ჩვენ ვნახეთ ამის დემონსტრირება, თითქოს და მას რაღაც აკლია, რომ ისეთ იმძლავროს, რომ დასახულ ამოცანას მიაღწიოს, ეს ერთი მოცემულობა და ამ მხრივ მე ალბათ განსაკუთრებული ველოსიპედის გამოგონებით ვერ დავგავდები, რა თქმა უნდა, მისასალმებელი არის სამოქალაქო გმირობა, მისასალმებელი არის თავდადება, მაგრამ სხვა არის მაინც ის ძალიან მაღალი თამასა შედეგისა, რომელიც ამ მოძრაობამ უნდა მიაღწიოს და მაინც მგონია, რომ მანძილი რესურსსა და შედეგ შორის დიდი არის. ეს ერთი, მეორე რუსუდან არის ის, რომ და ითქვა გუშინაც კიდევაც, რომ არსებული პარტიული სპექტრი, რომელიც უნდა უწყობდეს ამ საზოგადოებრივი მუხტის გადათარგმნას პოლიტიკურ სიფრთხეში და შეიძლება ამ რესურსის ნაკლებობა სწორედ აი ამ ზარის არსებობას უნდა მივაწეროთ, ვერ არის სათანადო დონეზე და მოწოდების დონეზე, უფრო მეტი ჩვენ ხედავთ, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ოპოზიციურმა სპექტრმა განიცადა გარკვეული ფრაგმენტაცია. განიცადა ფრაგმენტაცია არა მარტო იმ მხრივ, რომ საკუთარ თავში და საკუთარ რიგებში ვერ პოულობს საერთო ენას, არამედ დაკარგა ის აუცილებელი კავშირი და ბმა საკუთარ ამომრჩეველთან და არა მხოლოდ. და მესამე გარემოება, რაც აი სიტყვა გაურკვევლობით მე შევაჯამე, მანამ სანამ სხვა შეკითხვებზე გადავალთ, არის ის, რომ აი ეს გადაჭარბებული მოლოდინი დასავლეთის მხრიდან, რომ რაღაც ეს თქვათ აი ჯადოსნური ჯოხის ხელის მოქნევით რაღაც ზემოქმედებას და ძირეულ ზემოქმედებას მოახდენს ქართულში და პოლიტიკურ პროცესზე, აი ესეც მე მგონი ცოტა არ იყოს ზედმეტად ოპტიმისტური მოლოდინი იყო და რეალურად ის პროცესები, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის წიაღში ან ამერიკის შეერთებული შტატების გადმოსახედიდან, ჯერჯერობით კიდევ ერთხელ ვამბობ, პროცესის დინამიკა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ვერ უსწრებს იმ საჭირო მოლოდინებს, უფრო სწორედ სწრაფი შედეგის მიღწევას, რომლის კანონზომიერი მოლოდინი ჩვენ ყველას გვაქვს. იქნება ასევე არასწორი მოლოდინი ჰქონდა ქვეყნის შიგნით პროტესტსაც, რომ ის ზემოქმედება თუ ზეწოლა, რაც იყო დასავლეთის მხრიდან მთელი ამ წლის განმავლობაში, იქნებოდა უფრო მეტად ეფექტური, ვიდრე იყო. ზოგადად, რა თქმა უნდა, როდესაც შენ მიისწრაფი გარკვეული სამყაროსაკენ და ეს არის დასავლური სამყარო, თავისთავად ცხადია, შენ აბსოლუტურად რაციონალურად და საფუძვლიან ველოდების შემოხედრ ნაბიჯებს. ამიტომ ეს ერთგვარი პრეტენზია, ნარევის შენიშვნა ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად სამართლიანი არის. ამავე დროს ჩვენ იგივე პრეტენზია უნდა გამოვთქვათ საკუთარ თავის მიმართ და რაში შეიძლება გამოიხადებოდეს ეს პრეტენზია? როდესაც საუბარი არის საკუთარი ქვეყნის ბედზე და პროცესის მსვლელობის ბუნების განმაპირობებელ ფაქტორებზე, ეს პირველ რიგში ეს ფაქტორები საკუთარ თავში უნდა ეძებო. ამდენად, რა თქმა უნდა, დასავლური ზემოქმედება ამ შემთხვევაში არის ჩვენთვის ძალიან ღირებული, მაგრამ ამას იმაზე მეტი მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭო, გადამეტებული დატვირთვა არ უნდა მიანიჭო, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ დამხმარე, მეორადი, შემავსებელი, გნებავთ როგორც გინდათ ისეთი მოვძებნოთ, მაგრამ არა პირველადი. გარდა მაგისა არის აბსოლუტურად ემოციური მხარე. თუ ჩვენ თავში გვაქვს იმდენი რესურსი, რომ საკუთარ თავს ვევცვეთ პატივი და ქვეყნის ბედის დელეგირება ზომაზე მეტად არ მოვახდინოთ სხვების მხრებზე, რა თქმა უნდა ჩვენი ეროვნული თავმოყარეობისა და პატივმოყარეობის საკითხი არის, რომ საკითხი ჩვენს ხელთ ავიღოთ, იმიტომ რომ აქ მხოლოდ კრიზისის განმუხტვაზე არ არის, აქ არის საუბარი კრიზისის შემდგომ პერიოდზე. ამიტომ რამდენად ჩვენ შევძლებთ არა მარტო კრიზისთან გამკლავებას, არამედ საკუთარ თავს
და ჩვენ პარტნიორებს ვუჩვენოთ კრიზისის შემდგომი საქართველო როგორი იქნება, ეს ჩვენი შესასრულებელი სამუშაო დავალებაა. თქვენ ხედავთ ამას როგორც საკუთარ მისიას პოლიტიკურ ცხოვრებაში? უსუდან გადაჭარბებული არის ალბათ სიტყვა მისია, მაგრამ როგორც მონაწილეობა, თანამონაწილეობა კი მე არა იმიტომ ეხლა რომ სიტყვაზე გამოგეგიდოთ, რა თქმა უნდა ჩვენ მესიანიზმზე ერთხელ და საბოლოოდ უარი უნდა ვთქვათ, ისევე როგორც ჩვენ ზედმეტ სენტიმენტალიზაციაზე ქართული პოლიტიკის უარი უნდა ვთქვათ, პერსონიფიკაციაზე, მაგრამ აი რამდენად ჩვენ შევდებთ გუნდურად ამ შედეგის მიღწევას და ჩემი აზრით ის ინიციატივა, რომელიც თქვენ გააჟღერეთ და კითხვაშიც იყო ეს ქვეტექსტი, ხო, რატომ და რისთვის ვიტყვი ყოველგვარი ზედმეტი მოგზაურობის გარეშე, აი თქვენ ორი ტიტული ახსენეთ, ჯერ საქართველოს ჯეოკეისი. ის გზა რა ჯეოკეისმა გამლო, ჩემი აზრით, შექმნა ძალიან საინტერესო, მე ვერ ვიტყვი უნიკალური, მაგრამ საინტერესო პრეცედენტი, როგორ შეიძლება მედიის ორივე მხარეს თანაბრად უყურებდე და აფასებდე. როგორ შეიძლება შენ ისე ესაუბრებოდე აუდიტორიას, რომ ზედმეტ ანგაჟირება შენს ნარატივს არ ანიჭებდე. არ იყო შენთვის თვითმიზანი გულის მოგება. ამდენად, როდესაც ჩვენ ტრანსფორმირდით, მართალია ჯეოკეისი არსად არ წასულა და ეხლა გამოდივართ ახალი ინიციატივის სახით, ეს არის სწორედ შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის და სტანდარტების დანერგვა, არა ეფექტის დასანერგად, არამედ ეფექტიანობის, იმიტომ რომ ეფექტურობა და ეფექტიანობა ორი განსხვავებული რამ არის. ჩვენ ძალიან ხშირად ვიღვრებით რესურსში სწორედ საჭირო ოპტიკისა და იმიჯის შესაქმნელად, მაგრამ შედეგი რჩება მიღმა. ჯერ საქართველოს სწორედ ამის პრეტენზია აქვს, როგორ შეიძლება ინსტრუმენტალური გახადოს პოლიტიკაში გარკვეული ხერხები შედეგის ოპტიმალური და ნაკლები დანახარჯით მისაღწევად. და ალბათ ჩანს კიდეც, რომ პროტესტის მონაწილეებს რაღაც სიახლე სჭირდებათ და ასეთი განცდა ან გაჩნდა ამ ერთი წლის განმავლობაში, რომ ეს პროტესტი და მისი სწორი გამოყენება პოლიტიკურ პროცესში, აი ეს მომენტი გამოტოვა პოლიტიკურმა კლასმა. ჩვენ როდესაც კრიტიკულად ვსაუბრობთ ამ თემაზე, იმიტომ კი არ ვსაუბრობთ, რომ ვინმეს ვაწყენინოთ. ხო, მე იმდო ვამბობ რა, ჩვენი საერთო მიზანი არის აბსოლუტურად გასაგები. ამიტომ ამ საერთო მიზნის მისაღწევად აბსოლუტურად ობიექტურად უნდა შევაფასოთ ერთი რამ, რომ ის გზა, რომელიც პროტესტმა და განსაკუთრებით პოლიტიკურმა მდგენელმა, პარტიულ პოლიტიკურმა მდგენელმა გაიარა წინა წლის 28 ნოემბრიდან ამ წლის 28 ნოემბრამდე შეასრულა თავისი როლი, თავისი მისია, მაგრამ გარკვეულწილად საკუთარი თავი ამოწურა. ყოველ შემთხვევაში იმ კომპოზიციით, რასაც ჩვენ ხედავდით ამ დროის განმავლობაში. ამიტომაც თუ ჩვენ გვინდა შედეგი დავინახოთ პროცესში და არა საკუთარი თავი პროცესში, მაშინ თავისთავად ცხადია დასკვნები გამოსატანი არის. ეხლა მე ჩვენ ინიციატივაზე, როცა თქვენ ფიქრობთ, რომ უფრო ერთი ნაბიჯი კიდევ წინ უნდა გადადგათ, ანუ გაქვთ ინიციატივა ჯერ საქართველოს, საუბრობთ მონაწილეობაზე პოლიტიკურ პროცესში, აი და რაღაცნა ნელ-ნელა მიიწევთ ამ გზაზე, ხედავთ. რა მომენტში ჩათვლით, რომ ტრადიციული ხერხები ჩვენი მუშაობის რჩება უცვლელი, ეს არის პირველ რიგში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მონაწილეობა, რასაც ჩვენ ახლა ამ ეთერის მეშვეობით ვაკეთებთ. ეს არის სხვადასხვა ინსტრუმენტებით, სხვადასხვა საშუალებებით შენს და არა მარტო შენს აუდიტორიასთან საუბარი. სხვა შორის ესეც ძალიან საინტერესო მიჯნა არის, როცა ვთქვი შენი და არა მარტო შენი. იმიტომ რომ დღეს ალბათ ის სიახლე მათ შორის იმაშიც უნდა გამოიხატებოდეს, რომ იმდენად შენს კი არ ესაუბრებოდე, არამედ არა შენსაც ესაუბრებოდე. ვინაიდან აი პროტესტის რესურსის გაბევრება დღეს სწორედ იმაშიც მიმაჩნია, რომ გარკვეულწილად ის ამომრჩეველი, რომელიც ან გადაუწყვეტელი არის და შუაში გაეჭედა, ან ყოველ შემთხვევაში პირობითად მეორე ბანაკს ეკუთვნის, მაგრამ გარკვეული შფოთვა და ფორიაკი და კითხვები უჩნდება, ეცადო რა, რომ ყოველ შემთხვევაში გასაგებად შენსკენ წამოიყვანო. ამიტომ ერთ-ერთი რესურსი ალბათ ამაშიც გამოიხატება. ამის გაკეთება ჩემი აზრით ეხლა აქ უამრავი საკითხი იყრის თავს, ამის გაკეთება შეუძლია მათ შორის ისეთ სუბიექტებს და ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც არ წარსულით არიან უკვე დამძიმებული და არც გარკვეულწილად ლოიალურობა არ აქვთ გარკვეული კლიშეებისადმი თუ სტერეოტიპებისადმი. ამდენად მე კიდევ ერთხელ მინდა თქვენი ეთერის მეშვეობით თქვენ ხედავდეთ ასევე საკუთარ რესურსაც ხო. და შეიძლება ადამიანებსაც ირგვლივ ამ ნიშნით არა, მაგრამ ამ მოტივით ყოველ შემთხვევაში რუსუდან ნახეთ, როცა მე ეს ცოტა ისე ვთქვათ დელიკატური თემა შემოვიტანე კრიტიკულად საკუთარი თავის შეფასებისა და სარკეში ჩახედვისა,
ამიტომაც თქვი, მეგობრებო, ამხანაგებო, თანამებრძოლებო, პატივცემულო, ქალბატონებო და ბატონებო, თუ ჩვენ საკუთარ თავს თვითმიზნად არ ვიხდით პროცესში, მაშინ თავარი არის, რომ გარკვეულწილად ჩვენ თვითონვე ერთმანეთს ხელი არ შეუშალოთ, გარკვეულწილად და ესე ვთქვათ, ეს პოლიტიკური სადენები და პოლიტიკური ველი გამოვან თავისუფლოთ, არა ყიფიანისათვის, არა დუმბაძისათვის, არამედ ახალი აზრისა და ახალი აზროვნებისათვის. ეხლა რაც შეეხება ამ თქვათ ჩვენს ინიციატივას, ხა უხერხული არის ჩემი მხრიდან საუბარი, ალბათ ამას სხვა ჯგუფებიც, აღმოცენებადი ჯგუფები დაიჩემებენ, რომ არის მოლოდინი. ჩვენ სხვადასხვა გამოძახილს ვიღებთ, არის ეს თქვათ, აი ხანდახან ძალიან თქვათ პირდაპირი მოწოდება თუ სხვადასხვა ფორმით, რომ მოხდეს პოლიტიკური პროცესის გადაწყობა და კლიმატის შეცვლა. ეს მათ შორის უკავშირდება არა მარტო იმას, როგორ გადაწყდება არსებული კრიზისი, არამედ ის, რომ ამომრჩევლის დიდ ნაწილს დაუბრუნდეს იმედი, პერსპექტივა ხვალინდელი დღის. ალბათ აღმოცენებადი, მე ამ სიტყვას ვიყენებ ძალიან ფრთხილად, ამ ახალი პოლიტიკური ვერის, ფორმირებადი პოლიტიკური ვერის ამოცანაც სწორედ იმაში არის, რომ გააჩინოს იმედი ხვალინდელი დღისა, რომ ეს ქვეყანა არის განწირული წარმატებისათვის და არა მუდმივი წარუმატებლობისათვის. სხვათა შორის სულ ვცდილობ ხოლმე პასუხი მივიღო პოლიტიკოსებისგან აი ამ პროტესტმა და პროტესტში გულისხმობ მონაწილეებსაც და პოლიტიკოსებსაც, იცის თუ არა რეალურად, ან სწორად ყავს თუ არა შეფასებული მართველი პარტია და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი როგორც მართველი, ან ასევე იცის თუ არა, აქვს თუ არა ცოდნა, როგორ მარცხდება ის როგორც მართველი. იმიტომ რომ შეიძლება პოლიტიკურ ამ ორთა ბრძოლაში გამარჯვებული იყოს ახლა ხელისუფლება, რომელიც ფაქტობრივ ძალაუფლებას ფლობს, მაგრამ შეიძლება ტაქტიკური გამარჯვებები მეორე მხარესაც ჰქონდეს და ჰქონდა კიდეც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხელისუფლების ასე ვთქვათ მხარესაც ბევრი მარცხია ტაქტიკური. მაგრამ ანუ რომ შევაჯამოთ არსებობს ასე რა ჩამოყალიბებული ალბათ ემპირიულ ცოდნაზე დაყრდნობილი რაღაც შეფასება, როგორ მარცხდება ივანიშვილი და ვის რა პასუხისმგებლობა აქვს პროცესში. ჩვენ რომ ესეთი კიდევ უფრო ესეთი არაპოპულარული ლექსიკითა და შეფასებებით დავტვირთოთ და ამით გარკვეულწილად კრიტიკული აზროვნებაც გამოვაცოცხლოთ ახლა ჩვენი მიზანი ეს არის და არა თვითმიზანი არის რომ ეთერი შევავსოთ, ხო? რჩება წარმოდგენა რომ იმ კონსტრუქტივიზმის არარსებობას, ხშირ შემთხვევაში უნიათობის არსებობას, რომელიც არსებულ ოპოზიციურ არქიტექტურას, პარტიულ არქიტექტურას ახასიათებს, ხშირად ძალიან კომფორტული გახდა თითის გაშვერა რაღაც ზე მაგიურ და ზე ნიჭიური, ზე ვთქვათ არამიწიერი თვისებებისადმი, იქნება ეს პარტიის ლიდერი ქართული ოცნების თუ ზოგადად ქართული ოცნება. ეს ერთგვარად იქცა, იცით, აი თავის გამართლებად ვიმეორებ, როგორ შეიძლება გასაღდეს შენი პირადი სისუსტეები, სისტემური ხედვის არქონა, ამორჩევლის მხრიდან სათანადო-ნდობის არქონა და ეს ვთქვათ პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზება. ეხლა პოზიტიური დღის წესრიგს რაც შეეხება, ხა ჩვენ რომ აი ეს რახან ეს ცოტა ვთქვათ მტკივნეული და დელიკატური თეზა შემოვაგდეთ, ხა ძალიან რთულია ზუსტად ფორმულაზე და რეცეპტზე საუბარი სხვადასხვა ეთერების მეშვეობით, როდესაც ჩემზე ბევრად უფრო გამოცდილი ადამიანები ამ სფეროში ამ კითხვას პასუხობენ, იშვიათად რომ მოისმინო რეცეპტთან ან ფორმულასთან მიახლოვებული პასუხი და ეს აბსოლუტურად ბუნებრივი არის, რატომ? იმიტომ რომ 2003 წლის შემდეგ და 2003 წელი არის ვარდების რევოლუციის წელიწადი, საერთოდ შეიცვალა სახელმწიფოს ბუნება, ხელისუფლების ბუნება. ხელისუფლება არ არის მარტო გასქეოსნებული გარკვეულ შენობაში, არ გარკვეულ ინსტიტუტში. ის ყველგან არის და არსად არის. იმიტომ რომ ეს არის გარკვეული ინტერესებისა და გავლენების, ასე ვთქვათ, ნაერთი, რომლის ეს ვთქვათ, აი ესე ტარგეტირება, რაღაც ღია წესით ან რაღაც კონკრეტული ფორმულით ძალიან რთული არის. მაგრამ მე სხვა რამე მინდა ამასთან ერთად შემოვიტანო, რომ აი სიახლე რო ვახსენე ბრძოლაში, მიდგომაში და საერთოდ პოლიტიკურ ასსა და კულტურაში არის ერთი მაგისტრალური გზა. ეს არის ვთქვათ ახალი არჩევნები და ერთი ხელისმოსმით ხელისუფლების ჩანაცვლება. ამასთან ერთად ხომ არ დადგა დრო, რომ ჩვენ ვიფიქროთ მეორე დღის წესრიგზე, არა როგორც ჩამნაცვლებელზე, არამედ როგორც პარალელოზე, რომ იმ დიდი ამოცანის ფონზე
დიდი მიზნის ფონზე, რომელიც ხელისუფლების ერთბაშად ჩანაცვლებას ემსახურება და უნდა ემსახურებოდეს, იყოს გარკვეული მეორე დღის წესრიგი რეალისტური შესაძლებლობების მიღწევისა ამ პროცესში. იმიტომ რომ გარდა ზოგადი თემისა, ჩვენი ამოცანა დღეს არის დემოკრატიული ინსტიტუტების გადარჩენა. რა შეიძლება იყოს მიმდინარე ღონისძიებები, რითაც ჩვენ შეიძლება ეს დემოკრატიული ინსტიტუტები გადავარჩინოთ და მივიტანოთ საბოლოო შედეგად.